პირდაპირ ეთერშია მეცხრე არხის საინფორმაციო სამსახური ახალ ამბებს სოფო ჩარკვეტაძე გადასცემთ გამარჯობა. ქართული ოცნების წარმომადგენლების სახელმწიფო უწყებებში კოალიცია თავის წარმომადგენლებს მომავალი კვირის დასაწყისში მიავლეს. საკადრო გადაწყვეტილების დეტალები 8 ოქტომბერს დაერკვევა. დღეს კი სახელმწიფო კანცელარიაში ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. დავით ბაქრაძე, დიდი უგულავა, პავლე კუბლაშვილი და დიდა ბუტერია ნაციონალების მხრიდან, ქართული ოცნებიდან კი დავით ოსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, სოზარ სუბარი და ირაკლი ღარიბაშვილი. ასეთია სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა. დავით ოსუფაშვილი განმარტავს, რომ ახალი მთავრობის ფორმირებამდე ქართული ოცნების წარმომადგენლები ჩაერთვებიან ჟენევის მოლაპარაკებებში, მათ მიავლენენ სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის ძალოვან უწყებებშიც, რათა ისინი თანდათან გაეცნონ სამინისტროებისა და სხვადასხვა უწყების მუშაობის სპეციფიკას. სამუშაო ჯგუფის მომავალი შეხვედრა 8 ოქტომბერს იგეგმება. ჩვენ შევთანხმდით, რომ კოალიცია ქართული ოცნება ორშაბათიდან ყველა ძირითად სამთავრობო უწყებაში მიავლენს კონკრეტულ ადამიანს, რომელიც მთავრობის ოფიციალურად ფორმირებამდე გაეცნობა სამინისტროებში უწყებებში არსებულ ვითარებას და მოემზადებიან იმისთვის, რომ სახელმწიფო სტრუქტურების გადაბარება ახალი მთავრობისთვის იყოს ქვეყნისთვის უმტკივნეულო. ჩვენი წარმომადგენლები არანაირ ოფიციალურ სტატუსებს არ დაიკავებენ. ოფიციალურ სტატუსებს ჩვენი წარმომადგენლები მიიღებენ მთავრობის დამტკიცების შემდეგ. ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ყველა პრობლემა, ყველა პროცესი გაგრძელდება სამართლებრივ ჩარჩოში და მოემზადება ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი უკვე მთავრობის დაკომპლექტების საკითხებით, რომელიც უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფი, ეფექტური და უმტკივნეულო. ახალ მთავრობას ძალოვანი უწყებების ჩათვლით მთლიანად ქართული ოცნება დააკომპლექტებს. დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მოქმედი კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილება ძალოვანი მინისტრების დასახელების საკითხებში, თუმცა ხელისუფლება ამ უფლების გამოყენებას არ აპირებს. ბაქრაძის შეფასებით დღევანდელი შეხვედრა იმ პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული დასაწყისია, რასაც ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა ჰქვია. ბაქრაძის განმარტებით, ორივე მხარე აცნობიერებს ამ პროცესში მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული დასაწყისი იმ პროცესის, რომელიც საქართველოში პირველად ხორციელდება. ეს არის ხელისუფლების დემოკრატიულად და მშვიდობიანად გადაცემა. თავარი, რაც გამოაჩინა დღევანდელმა შეხვედრამ, გახლავთ ის, რომ ორივე მხარე სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ გვეკისრება, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ორივე მხარე არის მოწოდებული, რომ ხელისუფლების გადაცემის პროცესი იყოს მშვიდი, იყოს მშვიდობიანი და იყოს დემოკრატიული. შევეხეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესს, ტრანზიციისა, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისა არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შედეგად. შევეხეთ დღეს მიმდინარე საკითხებსაც, რომელიც დაკავშირებულია არჩევნების შედეგების შეჯამებას. რა მოყვება ასეთ გადანაწილებას საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორის ტახა ტახიშვილის შეფასებით დაუშვებელია საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი, უშიშროების საბჭოს მდივანი და თბილისის მერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. ტახიშვილი თვლის, რომ ყველა მინისტრი მმართველი პარტიის წარმომადგენელი უნდა იყოს. ის გამორიცხავს ქვეყანაში საპარლამენტო კრიზისს, რადგან ეს არც მმართველი პარტიის და არც ოპოზიციის ინტერესებში არ შედის. ცოტა ხოლმე ესეთი რამე არ ყოფილა. იყო რაღაცა მომენტი საარჩევნო უბანზე ახლა გამარჯვებულ კოალიციას რო არ აწყობს პოლიტიკური კრიზისი ფაქტის სახეზეა, იმიტომ რომ ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ის დანაპირების შეასრულონ, ან ყოველ შემთხვევაში სურვილი ამის ჰქონდათ წინა საარჩევნო კამპანიის პერიოდში. მეორე მხრივ კრიზისი აწყობს იმას, ვინც იცის, რომ ხელისუფლებას აბარებს. და მაინც არ არის გამორიცხული, რომ გადაბარების შემდეგ ვიღაცებს კონკრეტულად შეექმნათ პრობლემები. ამიტომ კრიზისი აწყობს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია წაგებულ სუბიექტს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობას რამდენიმე ძირითადი მიზანი აქვს. ამის შესახებ პოლიტოლოგი ხათუნა ლადაზიძე საუბრობს. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრები ცდილობენ გადაერჩინონ საკუთარი პოლიტიკური მომავალი. ხელისუფლების ყოფილი წევრები ყველანაირად შეეცდებიან დაგროვილი ქონება ოფიციალურად გაიფორმონ და თავიდან აიცილონ სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემა, რის გამოც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობენ. ლადაზიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ მაქსიმალურად უნდა დაიცვას ფინანსური ინსტიტუტები და ბიუჯეტზე კონტროლი აიღოს. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას
სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეასრულებს უწყებათა შორის კომისიის ფუნქციებს და ამ ჯგუფში უნდა შევიდნენ როგორც ქართული ოცნების, ისე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც. ნაციონალურ მოძრაობას ამოძრავებს 4 ძირითადი მიზანი. პირველი გახლავთ ის, რომ როგორმე გადაირჩინოს საკუთარი პოლიტიკური მომავალი, ეს არის პროგრამა მაქსიმუმი, ხოლო რაც შეეხება პროგრამა მინიმუმს, თავი აარიდოს მისმა ძალიან ბევრმა წევრმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და ქვეყნიდან გაიტანონ ის ქონება, რომელიც მათ დააგროვეს საქართველოს ძარცვით ბოლო 8 წლის განმავლობაში. ამიტომ მათ სასიცოცხლოდ ჭირდებათ, რაც შეიძლება გაახანგრძლივონ და ასე ვთქვათ, განუკითხაობისა თუ დაუსჯელობის პერიოდი. ოპტიმალური იქნება შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც ფაქტობრივად გადაიბარებს თავზე უწყებათა შორისი კომისიის ფუნქციებს, რომელსაც დღეს გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს და ეს ამ სპეციალურ ჯგუფში შევა ყველა ის ასე ვთქვათ ექსცესი, რომელიც შეიძლება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვიხილოთ და ამ ჯგუფს ექნება ფაქტობრივად სოლიდარული პასუხისმგებლობა საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე. და უნებრივია ამ ჯგუფში შევა როგორც ქართული ოცნების, ასევე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა პასუხისმგებლობას, რომელიც მას ჯერ კიდევ აკისრია კონსტიტუციით, ვერაფრით ვერ გაექცევა. და დღეს სხვა თემები ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებთან. ქართული ოცნების ლიდერმა ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ჯონ პაქსტონი, პოლკოვნიკი ჯეიმს ომეარა, ევროპაში შეერთებული შტატების საზღვაო ძალების უფროსის მოადრილე პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი მიიღო. შეხვედრას ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და თავდაცვის ატაშე ესწრებოდნენ. ამერიკელმა გენერლებმა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობას, როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, შეერთებულ შტატებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს შეერაღებული ძალების ფორმირებასა და ნატოს სტანდარტებთან მიახლოებაში. I am here as the commander of the როგორც ამერიკის შეიარაღებული ძალების მეთაური ევროპაში და ამასთანავე ვარ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წარმომადგენელი. საქართველო იყო და არის ძალზედ საიმედო და ძვირფასი პარტნიორი ამერიკისათვის მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გვქონდა და ვმუშაობდით ერთად ავღანეთში. ერთიანი მუშაობით ცდილობდით განგვევითარებინა SEO ხელმძღვანელობა და ოფიცრის კვალიფიკაცია. მუშაობდით იმისათვის, რომ არ გვემაღლებინა უსაფრთხოების თანამშრომლობა. ასევე ჩვენ ვაფასებთ ორმხრივ ურთიერთობას საქართველოსთან. ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ მივულოცოთ ბატონ ივანიშვილის გამარჯვება და ვუსურვებთ, რომ ძალაუფლება გადაიბაროს უმკურნალოდ. აქ იმისათვის ვართ, რომ გავუხადოთ ამერიკის თანადგომა საქართველოს მიმართ. ჩვენ მოუთმელად ველოდებით, რომ კვლავ მოკლე დროში აღდგება ჩვენი სამუშაო ურთიერთობა ავღანეთში და აგრეთვე გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას მომავალში. ეს ქონდა პირველად საშუალება, რომ სამხედროებთან პირველი შეხვედრა ქონდა ამერიკელებთან, რომლებმაც უდიდესი დახმარება გაუწიეს ქართულ ჯარს ჩამოყალიბებაში, გადაწყობაში, ნატო სტანდარტებზე. და მეც მქონდა ინფორმაცია და ძალიან გამეხარდა, რომ ქართველებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნატოს შენერთებში, ამერიკელებთან ერთად ძალიან ხშირად რთულ პოზიციებზე ერთად მოიხსენებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი პარტნიორობა ავღანისტანში და ესეც ხელწერტილებში, რომ ესეთ საინტერესო სახელმწიფოებთან ერთად და პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვახერხებთ და უმცროსი მეგობრის რეალურ როლს ვასრულებთ და მომავალშიც ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ეს თანამშრომლობას. ბიძინა ივანიშვილი დღეს ნატოს სამუკავშირო ოფისის ხელმძღვანელ ვილიამ ლაჰიუსად შეხვდა, მან ქართული ოცნების ლიდერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ჩვენ დარწმუნებული ვართ ივანიშვილის გერთმებში რეფორმებსა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების ისტორიაში აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს სამუკავშირო ოფისის ხელმძღვანელმა თავისუფლ ივანიშვილი ვილიამ ლაჰიუსს დააპირდა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება სწრაფი ტემპით წაიწერს წინ, რაც ნატოში საქართველოს ინტეგრაციას კიდევ უფრო დააჩქარებს. მე კიდევ ვახსენებ საქართველოს მოსახლეობას, რომ ნატო გახლავთ სამხედრო პოლიტიკური სტრუქტურა და მარტო სამხედროები არ არის საკმარისი სამხედრო მოძრაობა. ამ ხრივად ჩვენ საუბარი ქონდა საინტერესო და იქ რაც არის პრობლემები, ახაც განვითარდებით დემოკრატიული ინსტიტუტების შენებობას, რაც აუცილებელია, ჩვენ ძალიან სწრაფად წავცეთ წინ და მე მგონი, რომ
ჩვენ რეალურად მოვახერხებთ და არა ფასადურად, რასაც საუბრობდა ჩვენი ხელისუფლება, რომ რეალურად ძალიან სწრაფად შეიძლება ჩვენ გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა. Between the NATO liaison office and Mr. Ivanishvili. ეს ჩვენი პირველი ოფიციალური შეხვედრაა ბატონი ივანიშვილის ოფისში. ამ შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ ნატოსა და საქართველოს ურთიერთობა. ჩვენ ძალზედ მოხარულები ვართ, რომ გავიგეთ ბატონი ივანიშვილისგან ის, რომ მან აღნიშნა ნატოს ღირებულებები და ის რეფორმები, რომლებსაც საქართველო თავის თავზე აიღებს ნატოს წევრობისათვის. ეს პროცესი ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენ დაგვარწმუნა ბატონმა ივანიშვილმა, რომ ის მხარს უჭერს ამ პროცესის გაგრძელებას და საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებას. This process is extreme. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგების დათვლა დაასრულა. ხმების დათვლის წინასწარი შედეგებით კოალიცია ქართული ოცნება 54.85%-ით ლიდერობს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 40.53% აქვს დათვლილია ყველა 3766 უბნის, მათ შორის 70 სპეცუბნის მონაცემები ამ დროისთვის მიმდინარეობს საჩივრების განხილვა ცესტოში. დღეს დილიდან მუშაობს ჩვენი კორესპონდენტი თამთა ჯანაძე და ახლა ეს ბოლო ინფორმაციით ჩაგვრთობა პირდაპირ ეთერში თამთა მოგესალმებით. მოგესალმებით. სოფო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები შეაჯამა. 3766 უბნიდან დათვლილია ყველა უბანი, მათ შორის 70-მდე სპეცუბანი, როგორც ცესკოს პრესპიკერმა განაცხადა. ამ დროისთვის ცესკოში მიმდინარეობს საჩივრების განხილვა, თუმცა მისი თქმით, ცვლილებები იმდენად მცირე ცვლილებებია მოსალოდნელი, რომ საბოლოო შედეგებზე მისი განცხადებით ეს გავლენას ვერ მოახდენს. ამ დროის მონაცემებით კი, როგორც ცესკოს პრესპიკერმა განაცხადა, 54.9% ლიდერობს კოალიცია ქართული ოცნება, 40.4% კი ინარჩუნებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, აქ ვითარება უცვლელია. 39 ოლქში ლიდერობს კოალიცია ქართული ოცნება, ხოლო 34 ოლქში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. რაც შეეხება დარღვევებს, ცესკოს პრესპიკერის განცხადებით, ამ დროისთვის გაუქმებულია 8 უბნის შედეგები. ეს უბნებია საგარეჯო, მარნეულის, თეთრიწყაროს, კასპის, გორის, ახალციხის, მარტვილისა და ხულოს თითო უბანი. გარდა ამისა, პროკურატურაშია გადაგზავნილი ხაშურის 2 უბნის ინციდენტის ამსახველი მასალა და გამოძიება მიმდინარეობს ამ საკითხთან დაკავშირებითაც. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ხაშურში რამდენიმე უბანზე შეიჭრა არჩევნების დღეს სპეცრაზმი და შესაბამისი მასალა გადაგზავნილია პროკურატურაში. დღევანდელი მონაცემები ასეთია. ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება, მიღებული ხმების რაოდენობა 1.184.588, რაც შეადგენს საერთო რაოდენობის 54.9%. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მეტი სარგებელი ხალხს. მიღებული ხმების რაოდენობა 872.326, რაც შეადგენს საერთო რაოდენობის 40.4%. დანარჩენი საარჩევნო სუბიექტების შედეგები მნიშვნელოვნად ჩამორჩება 5%-იან მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა დადებითად შეაფასეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. მთლიანობაში საარჩევნო ადმინისტრაციას მაღალი ნდობა ჰქონდა და იგი არჩევნების მზადების პროცესს პროფესიონალურად წარუძღვა. 6-ზე ასევე დაგმირდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სხდომა, სადაც საჩივრების განხილვა გაგრძელდება. დიდი მადლობა თამთა ჯანაძე საუბრობდა ცესტროდან პირდაპირ ეთერში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საქმე მოიგო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე კაკაბაძე, ჩხარტიშვილი, ჯიშკარიანი, რთველიშვილი და დალათიშვილი საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლოს დადგენილებით მოპასუხე სახელმწიფო მომჩივრების მიმართ დაარღვია თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება და დასაჩივრების უფლება სისხლის სამართლის საქმეებზე. ევროპული სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება 5-ვე მათგანის 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება აშკარად გადამეტებული სასჯელი იყო. ევროპულმა სასამართლომ თითოეულს მიაკუთვნა კომპენსაცია 6,000 ევროს ოდენობით, სახელმწიფოს კი დააკისრა საქმეზე გაწეული სამართლებრივი და სხვა ადმინისტრაციული ხარჯებისთვის 5,957 ევროს გადახდა. ჩვენ ვიცით, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა ზოგადად წარმოადგენს პრობლემას. ის ფორმა, რა ფორმაც იქნა გამოყენებული, იყო სრულად მიუღებელი, იმიტომ რომ ნამდვილად არანაირად არ იყო უზრუნველყოფილი თვითონ იმ დაკავებული პირების ინტერესების დაცვა, მათი დაცვის უფლება და მხოლოდ მანდატურების განცხადების საფუძველზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული და ერთი თვემდე თავისუფლება აღეკვეთათ პირებს. ზოგადად ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება,
განცხადება ითამაშებს რაღაც გადამწყვეტ როლს ზოგადად პრაქტიკის და მიდგომის შეცვლაში. ადმინისტრაციული დაპატიმრებები საქართველოში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში მიზნად ისახავდა ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ დევნას პირებისა. სწორედ ასეთი პირველი შემთხვევა იყო, შეიძლება ითქვას, ჩვენი დაპატიმრება 2006 წელს, როდესაც ვითხოვდით სანდრო გირგვლიანის კვლელების დასჯასა და ამასთანავე შალვა რამიშვილის სასამართლო პროცესის ობიექტურად წარმართვას და შესაბამისად პირველი გაწყვეტილებაც გამოვიდა ამ საკითხთან მიმართებაში, რომელიც პრეზიდენტული მნიშვნელობის არის და დარწმუნებულია გავრცელდება ყველა სხვა ადმინისტრაციულ დაპატიმრებასთან მიმართებაში, იმიტომ რომ სწორედ ამის შემდგომ გახდა ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკური დევნის განუყოფელი ნაწილი ადამიანების დაპატიმრება საიმისოდ რომ ისინი ჩამოეშორებინათ პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესებიდან. კიდევ ერთი გარდაცვლილი პატიმარი მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში დღეს დილით სავარაუდო სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა საჯელახსრულების სამინისტროს ინფორმაციით 42 წლის ბრალდებული საპირ ფარაშოში ჩამომხრჩალი იპოვეს. ის რამდენიმე დღის წინ 26 სექტემბერს ფსიქიატრიულ განყოფილებაში მოათავსეს. მსჯავრდებული სასჯელს იხდიდა სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით დათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. გარდაცვლილის ოჯახს უკვე შეატყობინეს მომხდარის შესახებ დაწყებულია გამოძიება. ერთი წლის წინ მომხდარი გამოუძიებელი მკვლელობის დეტალები 23 წლის ირაკლი ფარულავას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მკვლელობის დღიდან გაუჩინარდა და ამ დრომდე იმალება. შემთხვევა სენატში დასული წლის 30 აგვისტოს მოხდარ გურს გარდაცვლილის დედა ესმა ფარულავა ამბობს, მან საქმის გამოსაძიებლად როგორც ზუგდიდის, ისე თბილისის პროკურატურას მიმართა, მაგრამ ეჭვმიტანელის მიმართ არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ აღსრულა. ესმა ფარულავას განმარტებით ეჭვმიტანელის მამა პოლიციაში მუშაობდა, მისი თქმით გამოძიების დაწყება სწორედ ამის გამო ჭიანურდება. უთი წოწონავას ჰქონდა დიდი დანა, რომელიც დაარტყა ბავშვს სონი არტერიაში და ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა. მაგასთან ერთად იყო დათო ჩარგაზია, ყოფილი ნარკომანის შვილი მეგონა ჩარგაზიასი, რომელიც დღესაც მაგის შვილიც არის ნარკომანი და გთხოვთ მიიღოთ ხალხნო დამეხმაროთ, რომ ეს ხალხი დაიჭიროთ. რამდენჯერ ვარ ზუგდიდში მისული, მისტუმრებენ ისე, ყველაფერი იქნება ბაბუ, ყველაფერი იქნება, არაფერი არა, წელიწადია უკვე, წელიწადი გავიდა. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე პოლიტიკური ნიშნით დატოვებული პირების გათავისუფლებას ითხოვს ზაზა ხატიაშვილმა გამართულ პრესკონფერენციაზე იმ პატიმრებზე ისაუბრა, რომლებიც არჩევნების პერიოდში აქციებზე დაატოვეს და საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდებს ყველა დატოვებული გაათავისუფლოს, როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში პატიმრების დასათავისუფლებლად საპროტესტო აქციას მიმართავენ. ჩვენი ბევრი თანამოქალაქე წინა საარჩევნო პერიოდში იყო უკანონოდ დაპატიმრებული და მისჯილი აქვს სხვადასხვა ზომის ადმინისტრაციული სასჯელები. მე როგორც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე შეშფოთებული ვარ ამ მდგომარეობით, რომ აქამდე ხელისუფლებამ არ მიიღო ყველა ზომა და არ გაანთავისუფლა ყველა ის პირი, ვინც პოლიტიკურ რეპრესიების მსხვერპლი გახდა სააკაშვილის რეჟიმის. თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის იმპიჩმენტს ითხოვს, ამისათვის საჭიროების შემთხვევაში რეფერენდუმიც უნდა ჩატარდეს. მისი თქმით, პრეზიდენტი ბოლო 2 თვის განმავლობაში მხოლოდ პარტიული აგიტაციით იყო დატოვებული და მისი გადაადგილებები, რომელიც შაშიაშვილის თქმით 20 მილიონი ლარი დაჯდა, პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა, თუმცა ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტით. თეთრების განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა ახლა კიდევ უფრო საშიშია, ვიდრე ხელისუფლებაში ყოფნის დროს, რადგან ის ახლა არა ოპოზიციაში, არამედ ჩასაფრებაში იმყოფება. თეთრების საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი შექმნას მოითხოვენ, რომელიც შეისწავლის ქვეყანაში არჩევნების შემდგომ ვითარებას და დასკვნებს გააკეთებს ეკონომიკაში, ბიზნესსა და სახელმწიფო ბიუჯეტში არსებულ მდგომარეობაზე. ნაცმოძრაობა გადავიდა არა ოპოზიციაში, არამედ ჩასაფრებაში. ნებისმიერი ქვეყნისათვის ჩასაფრებული პოლიტიკური ძალა ეს არის დამანგრეველი. 5-6 თვე წყნარ 7 განწყობაზე იქნება ნაციონალური მოძრაობა. 5-6 თვის შემდგომ ფიქრობენ იმას, რომ ხალხი თუ ვერ დაინახავს, რომ რძის მდინარეები მოედინება, რომელსაც ნაცმოძრაობა უქმნის ამ განწყობას საზოგადოებას, რომ ხო დაგპირდათ რძის მდინარეებს, თუ არ მოხდება ასეთი რამ, ბატონ სააკაშვილს ექნება საშუალება კონსტიტუციურიც, სამწუხაროდ კონსტიტუციურიც, რომ სერიოზული ცვლილებები მოახდინოს ქვეყანაში. ქართული ოცნების აქტივისტები მიხეილ მესხი, მიხეილ ამაშუკველი და დადა ამბროლაძე წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდნენ. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ახლა პირდაპირ ეთერში ვთავთ ქუთაისს და დეტალებით მირიან გოგროძე. მირიან, მოგესალმებით.
დიახ, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა სხდომა, რომლის შედეგად ქართული ოცნების სამი აქტივისტი მიხეილ მესხი, მიხეილ ამაშუკელი და გაგა ამბროლაძე წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. თითოეულ ამ აქტივისტს გირაოს სახით 2000 ლარის გადახდა შეეფარდა და თანხის დასაფარად ამ ადამიანებს 50 დღიანი ვადა მისცეს. უნდა ითქვას, რომ ეს სამი აქტივისტი 2012 წლის 5 ივნისს დააკავა გამოძიებამ ამომრჩევლების მოსყიდვის გამო. საქმე ეხება ფლაიერების დარიგების ფაქტს. წინა საარჩევნოდ კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტები ამომრჩევლებს ურიგებდნენ ფლაიერებს. გამოძიების აზრით ეს სამი ადამიანი, ეს სამი აქტივისტი ამომრჩევლებს თხოვდნენ, რომ ფლაიერებში ჩაეწერათ კონკრეტული ღირებულების ნივთი და შემდეგ კოალიციის სახელით ამ ნივთის სახლში მიტანას, ან უბრალოდ ფულად ანაზღაურებას პირდებოდნენ. უნდა ითქვას ისიც, რომ როდესაც მიხეილ მესხმა, მიხეილ ამაშუკელმა და გაგა ამბროლაძემ სასამართლო შენობა დატოვეს და გარეთ გამოვიდნენ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთების დროს ერთ-ერთ აქტივისტს მიხეილ ამაშუკელსა და რუსთავიორის ჟურნალისტს შორის მოხდა შელაპარაკება. მიხეილ ამაშუკელის თქმით, სწორედ რუსთავიორის და ჟურნალისტის ბრალია ის, რომ ის და მისი მეგობრები 4 თვის განმავლობაში უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდნენ. მე შეგახსენებთ, რომ 4 თვის წინ სწორედ რუსთავიორზე გავიდა სიუჟეტი იმის შესახებ, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ქართული ოცნების აქტივისტები მოსახლეობის მოსყიდვას ცდილობდნენ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს ადვოკატებს, ყველა იმ პოლიტიკოსებს და ყველა იმ ადამიანებს, ვინც ჩვენ ხარდაჭერას გვიცხადებდნენ. ასევე მინდა შევეხო იმ თემას, რაც შედებოდა სხვადასხვა ტელეკომპანიების მიერ, თითქოს და 5 ივნისს ქალაქ ქუთაისში ვცდობით ამორჩევლის მოსყიდვას, რაც არის ძალიან დიდი სისწრუე. და მინდა ვისარგებლო საშუალებით და ბატონ ბიზინა ივანიშვილს მიულოცო ეს გამარჯვება და ქართულ ოცნებას და მე მჯერა, რომ დღევანდელ დღიდან ჩვენ ვიცხოვრობთ სამართლიან ქვეყანაში, სადაც არ იქნება ძალადობა, უსამართლობა, სადაც იქნება თავისუფალი მედია, თავისუფალი სასამართლო და ჩვენ ვიცხოვრობთ ღირსეულ საქართველოში. დღეს რაც თავარი არის, დღეს აღდგა ის ჭეშმარიტი სამართლიანობა, რასაც ბიზინა ივანიშვილი პირდებოდა საქართველოს და ქართულ ხალხს და ის იქნება აწი საქართველოში. რა და აი ეს ადამიანი სახეს რო გვიმალავს და რო სახეს იქეთ იშურს, ხო? აი ეს ადამიანი იყო თქვენზე, შენზე ვამბობ, ხო? ეს ადამიანი იყო, რომელიც იყო მიზეზი იმის, რომ ჩვენ დაგვაკავეს და ეს ადამიანი თანამშრომლობს ყოფილ აწი უკვე ყოფილ ნაციონალურ მოძრაობასთან. და აი ამისნაირი ჟურნალისტებით იყო დაკომპლექტებული რუსთავიორის ტელეკომპანია. აი თქვენ გააკეთეთ ბატონ მიხეილ, თქვენ გააკეთეთ. თქვენ წარსდგებით სასამართლოს წინაშე. დიახ, გათავისუფლებული აქტივისტების შესახვედრად დღეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან მხარდამჭერებთან ერთად მოვიდნენ ასევე ქართული ოცნების ლიდერები ეკა ბესელია და თია წულუკიანი. მათ გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ აი ეს პროცესი, აქტივისტების გათავისუფლება არის ქართული ოცნების არჩევნებში გამარჯვების პირდაპირი შედეგი. მათი თქმით, ყველა არაკანონიერი პატიმარი, ვინც ეხლა საჩუქრების დაწესებულებებში იმყოფება, აუცილებლად გათავისუფლდება. ჩვენი გამარჯვება, ქართული ოცნების გამარჯვება მარტო იმად ღირდა, რომ ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანი ტოვებს საპატიმროებს და მათი თავისუფლებისთვის ვიბრძოდით ჩვენ, რომ არ იყოს საქართველოში პოლიტიკური დევნა და უდანაშაულო ადამიანებს არ აპატიმრებდნენ. ამიტომ ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ, რომ ამ გამარჯვების შედეგებს ვხედავ, როდესაც უკანონო დაპატიმრებულ ადამიანების გათავისუფლების შესაძლებლობა მოგვეცა. დღეს არის პირველი დღე, როდესაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო თავისი უკანონო პატიმრების და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. დღეს მოსამართლემ პირველად გაბედა, რომ მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და გაათავისუფლა მიხეილ ამაშუკელი, მიხეილ მესხი და გაგა ამბროლაძე სასამართლო დარბაზიდან და მოძებნა ის ფორმა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების სახით, რომელი ფორმაც მას მანამდეც უნდა მოეძებნა, მაგრამ ვერ ბედავდა. მე შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა სხდომა, რომლის შედეგად ქართული ოცნების სამი აქტივისტი, მიხეილ მესხი, მიხეილ ამაშუკელი და გაგა ამბროლაძე 4 თვიანი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მადლობა მერიან. მერიან გორგოძე საუბრობდა ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დაპირისპირება ხოლმე საოლქო კომისიაში ხმაური რამდენიმე სარჩელის განხილვამ გამოიწვია. საბოლოოდ კომისიამ არც ერთი მათგანი არ დააკმაყოფილა. სხდომას ნაციონალური მოძრაობიდან დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე და ხონის შტაბის ხელმძღვანელი ლევან ბობოხიძე ესწრებოდნენ. სხდომიდან გამოსული ვაშაძე ადგილობრივებმა შეძახილებით დააცილეს. ლევან ბობოხიძეს და ადგილობრივებს შორის კი ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. ბობოხიძეს ხონელები რაიონში კლანური მმართველობის ჩამოყალიბებაში ადანაშაულებენ. ინციდენტი რუსთავიორის ოპერატორსა და აქციის მონაწილეებს შორისაც დაფიქსირდა.
ჩვენ როგორ ჩაგვატარებინ საარჩევნო კამპანია იცით? შეწოლები, ნუკარები, ჩანტაჟი, მოტაცებები, დაბადიმრებები. თქვენ გითხავთ რა? არაფერი ჩვენს ეს არის პარტიული უჯრედი, ჩვეულებრივი ნაციონალური მოძრაობის საოლქო კომისიები ყველგან. და მოსახლეობას რომელმაც მართლაც იომა და ამში შეუშინდა პროტესტს უკვე არა აქვს. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ოფიციალური აქვს და დარწმუნებული ვარ რომ ყველა ადამიანი ვინც არის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. აქ ჩვენ გვაქვს კანონზე და პროცედურებზე საქმე, მეტი არაფერი. და შესაბამისად ყველამ უნდა მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება. ეს ზეწოლა კიდე არის უბრალოდ ფსიქოლოგიური ზეწოლის ნაწილი, მეტი არაფერი. ასეთი ვითარება იყო გასულ ღამეს ხონში მარტვილში 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძე და პარლამენტის წევრი შოთა მალაშხია ესწრებოდნენ. ისინი რუსინ გამართულ სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის სტატუსით გამოცხადდნენ კომისიის წევრობის მოთხოვნით საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამო რამდენიმე უბანი ხელახლა შემოწმდა. სხვადასხვა სახის დარღვევების 19 დარღვევების შედეგები კი გაუქმდა, თუმცა კომისიის წევრები მოითხოვდნენ 38-ვე უბნის შემოწმებას. ყველაფერი იყოს კანონიერად, რო არ იყოს ძალადობა, ოშთოში შევეცადოთ მინიმუმამდე დავუყანოთ ძალადობის და ძალდატანების მცდელობა, რასაც აშკარადაა ადგილი. ჩვენი მოთხოვნა რომ გაიხსნას 38-ვე უბანი რეალურად და გადამოწმდეს ის შედეგები, რაც გამოქვეყნა საოლქო. განხილული იქნა სამი საკითხი. ერთ-ერთი იყო საოლქო საარჩევნო კომისიის გადათვლა, ეს იყო 19 უბანი, სადაც დისბალანსი აღმოჩნდა. სამტრედიაში ბოლო დღეების განმავლობაში ქურდობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა ქალაქის ტერიტორიაზე ჭერძოდა. ამერან ბახტაძის ქუჩაზე ერთ ღამეში რამდენიმე ავტომანქანა გაქურდეს 3 ოქტომბრის გვიან ღამით კი ასევე მიკროავტობუსებიდან აკუმულატორები მოიპარეს. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ასეთი ფაქტები ორგანიზებულად ხდება და არჩევნებში გამარჯვებული ქართული ოცნების დისკრედიტაციის მიზანს ემსახურება. და მე ვარაუდობ, რომ ეგ საქმე ამ ვინ იყო დამაინტერესოს რაც ეს ნაციონალები იყო არ მომხდარა და ეს საქმე რაც ოცნებამ გაიმარჯვა მის მერე მესმის ამ ქუჩაშიც და სხვებ ქუჩაშიც ეს წრმალი ქურდობები და მე კი ვფიქრობ მაგალითად ჩემის აზრით რომ ეს უკავშირდება ამ საქმეს. უქარა კოალიცია ქართული ოცნების სენატის შტაბის წევრის მიმართ ინდა ქარდავა აცხადებს, რომ მას პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის სახელით დაურეკეს და კოალიციის დატოვება მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას და მის ოჯახს ფიზიკური ანგარიშ სწორებით დაემუქრნენ. თავად ქარდავა ფართს ნაციონალური მოძრაობის სენატის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რურამ მისაბიშვილს უკავშირებს. მე უნდა ჩამოშორდეთო ქართულ ოცნებას, თქვენ უნდა მიატოვოთ აქციებში სიარულიო, თორემ კარეთანო ძალიან მალე მოკლე დროშიო მოგადგებათო ახალაიები, ჩაგხოცავენო, ბავშვებს დაგიხოცავენო. მე ხა იმის ილუზია ნამდვილად არ ამაქვს, რომ ეს მართლა მერაბიშვილის ზარი იყო, ეს გამორიცხულია და ან რომელიმე მთავრობის წარმომადგენლის დღეს მყოფი უმცირესობის ხალხისგან ეს ყველაფერი არის გურამ მისაბიშვილის სუინები. ან მისი რომელიმე გოშიას მიერ განხორციელებული სატელეფონო ზარი. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ახალი ამბებით. არჩევნების შემდეგ პირველ პრესკონფერენციას მართავს ქართული ოცნების თავმჯდომარე მანანა კობახიძემ ჟურნალისტებთან უახლოეს პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობის ფორმირება უკვე დაწყებულია და მინისტრთა კანდიდატურების წარდგენის პროცესი ახალი პარლამენტის შეკრებისთანავე დაიწყება. დღესვე კობახიძემ ჯერ კიდევ მოუქმედ მთავრობა საკუთარი მოვალეობის პირნათლად შესრულებისა და იმ სირთულეების აღმოფხვისკენ მოუწოდა, რომელიც ახალი მთავრობის დამტკიცებამდე შეიძლება წარმოიშვას. კობახიძემ კანონის უზენაესობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც დანაშაულს ჩაიდეს, კანონის ფარგლებში უნდა დაისაჯოს. საზოგადოებამ, უმრავლესობამ ამ მრჩევლებისა ცალსახად დაუჭირა მხარი სწორედ იმ კურსს, რომელსაც ჩვენი პროგრამის სახით ვთავაზობდით, ანუ ქართული ოცნების პროგრამას და კურსს, შესაბამისად მინისტრთა კაბინეტიც უნდა იყოს სწორედ უმრავლესობის წარმოდგენილი, უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი. ამიტომ მე ვფიქრობ, პრეზიდენტს ნამდვილად ეყოფა კეთილგონიერება, რომ ეს იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი, თუ იქნება იუსტიციის თუ თავდაცვის, იქნება სწორედ ის კანდიდატურები, რომელიც უმრავლესობის ნების, ასე ვთქვათ, უმრავლესობისგან იქნება წამოსული და შეთანხმებული.
ქართული ოცნების წარმომადგენლების სახელმწიფო უწყებებში კოალიცია თავის წარმომადგენლებს მომავალი კვირის დასაწყისში გადაანაწილებს. საკადრო გადაწყვეტილების დეტალები 8 ოქტომბერს დაირღვევა. დღეს სახელმწიფო კანცელარიაში ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა დაიმართა. დავით ბაქრაძე, დიდი უგულავა, პავლე კუბლაშვილი და გიდა ბოჭერია ნაციონალების მხრიდან. ქართული ოცნებიდან კი დავით ოსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, სოზარ სუბალი და ირაკლი ღარიბაშვილი. ასეთია სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა. დავით ოსუფაშვილი განმარტავს, რომ ახალი მთავრობის ფორმირებამდე ქართული ოცნების წარმომადგენლები ჩაერთვებიან ჟენევის მოლაპარაკებებში, მათ მიავლენენ სახელმწიფო სტრუქტურებში, მათ შორის ძალოვან უწყებებშიც, რათა ისინი თანდათან გაეცნონ სამინისტროებისა და სხვადასხვა უწყების მუშაობის სპეციფიკას. სამუშაო ჯგუფის მომავალი შეხვედრა 8 ოქტომბერს იგეგმება. ჩვენ შევთანხმდით, რომ კოალიცია ქართული ოცნება ორშაბათიდან ყველა ძირითად სამთავრობო უწყებაში მიავლენს კონკრეტულ ადამიანს, რომელიც მთავრობის ოფიციალურად ფორმირებამდე გაეცნობა სამინისტროებში უწყებებში არსებულ ვითარებას და მოემზადებიან იმისთვის, რომ სახელმწიფო სტრუქტურების გადაბარება ახალი მთავრობისთვის იყოს ქვეყნისთვის უმტკივნეულო. ჩვენი წარმომადგენლები არანაირ ოფიციალურ სტატუსებს არ დაიკავებენ. ოფიციალურ სტატუსებს ჩვენი წარმომადგენლები მიიღებენ მთავრობის დამტკიცების შემდეგ. ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ყველა პრობლემა, ყველა პროცესი გაგრძელდება სამართლებრივ ჩარჩოში და მოემზადება ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი უკვე მთავრობის დაკომპლექტების საკითხებით, რომელიც უნდა იყოს რაც შეიძლება სწრაფი, ეფექტური და უმტკივნეულო. ახალ მთავრობას ძალოვანი უწყებების ჩათვლით მთლიანად ქართული ოცნება დააკომპლექტებს. დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მოქმედი კონსტიტუციით პრეზიდენტს აქვს განსაკუთრებული უფლებამოსილებები ძალოვანი მინისტრების დასახელების საკითხში. თუმცა ხელისუფლება ამ უფლების გამოყენებას არ აპირებს. ბაქრაძის შეფასებით, დღევანდელი შეხვედრა იმ პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული დასაწყისია, რასაც ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა ჰქვია. ბაქრაძის განმარტებით, ორივე მხარე აცნობიერებს ამ პროცესში მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას. დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული დასაწყისი იმ პროცესის, რომელიც საქართველოში პირველად ხორციელდება. ეს არის ხელისუფლების დემოკრატიულად და მშვიდობიანად გადაცემა. თავარი, რაც გამოაჩინა დღევანდელმა შეხვედრამ, გახლავთ ის, რომ ორივე მხარე სრულად აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც ჩვენ გვეკისრება, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ორივე მხარე არის მოწოდებული, რომ ხელისუფლების გადაცემის პროცესი იყოს მშვიდი, იყოს მშვიდობიანი და იყოს დემოკრატიული. ყველა მნიშვნელოვანი საკითხს, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესს ტრანზიციისა, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებისა არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შედეგად, შევეხეთ დღეს მიმდინარე საკითხებსაც, რომელიც დაკავშირებულია არჩევნების შედეგების შეჯამებას. და რა მოყვება ასეთ გადანაწილებას. საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორის რახა ტახიშვილის შეფასებით დაუშვებელია საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრი. უშიშროების საბჭოს მდივანი და თბილისის მერი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები იყვნენ. ტახიშვილი თვლის, რომ ყველა მინისტრი მმართველი პარტიის წარმომადგენელი უნდა იყოს. ის გამორიცხავს ქვეყანაში საპარლამენტო კრიზისს, რადგან ეს არც მმართველი პარტიისა და არც ოპოზიციის ინტერესებში არ შედის. საქართველოს, იმიტომ რომ განჩენები ყველა პრორუსები ცოტა ხო უცნა ესეთ ახლა გამარჯვებულ კოალიციას რო არ აწყობს პოლიტიკური კრიზისი ფაქტის სახეზეა, იმიტომ რომ ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ იმისთვის, რომ რაღაცნაირად ის დანაპირების შეასრულონ, ან ყოველ შემთხვევაში სურვილი ამის ჰქონდათ წინა საარჩევნო კამპანიის პერიოდში. მეორე მხრივ კრიზისი აწყობს იმას, ვინც იცის, რომ ხელისუფლებას აბარებს. და მაინც არ არის გამორიცხული, რომ გადაბარების შემდეგ ვიღაცებს კონკრეტულად შეექმნათ პრობლემები. ამიტომ კრიზისი აწყობს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია წაგებულ სუბიექტს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას რამდენიმე ძირითადი მიზანი აქვს. ასეთ შეფასებას აკეთებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრები ცდილობენ გადაერჩინონ საკუთარი პოლიტიკური მომავალი. ხელისუფლების ყოფილი წევრები ყველანაირად ცდილობენ დაგროვილი თონება ოფიციალურად გაიფორმონ და თავიდან აეცილონ სისხლის სამართლის პასუხისმგებაში მიცემა, რის გამოც ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობენ. ლაგაზიძის თქმით, ქართულმა ოცნებამ მაქსიმალურად უნდა დაიცვას ფინანსური ინსტიტუტები და ბიუჯეტზე კონტროლი აიღოს. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ უნდა შეიქმნას
შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც შეასრულებს უწყებათა შორის კომისიის ფუნქციებს და ამ ჯგუფში უნდა შევიდნენ როგორც ქართული ოცნების, ისე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ნაციონალურ მოძრაობას ამოძრავებს 4 ძირითადი მიზანი. პირველი გახლავთ ის, რომ როგორმე გადაირჩინოს საკუთარი პოლიტიკური მომავალი, ეს არის პროგრამა მაქსიმუმი, ხოლო რაც შეეხება პროგრამა მინიმუმს, თავი აარიდოს მისმა ძალიან ბევრმა წევრმა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და ქვეყნიდან გაიტანონ ის ქონება, რომელიც მათ დააგროვეს საქართველოს ძარცვით ბოლო 8 წლის განმავლობაში. ამიტომ მათ სასიცოცხლოდ ჭირდებათ, რაც შეიძლება გაახანგრძლივონ და ასე ვთქვათ, განუკითხაობისა თუ დაუსჯელობის პერიოდი. ოპტიმალური იქნება შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც ფაქტობრივად გადაიბარებს თავზე უწყებათა შორისი კომისიის ფუნქციებს, რომელსაც დღეს გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს და ამ სპეციალურ ჯგუფში შევა ყველა ის ასე ვთქვათ ექსცესი, რომელიც შეიძლება უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ვიხილოთ და ამ ჯგუფს ექნება ფაქტობრივად სოლიდარული პასუხისმგებლობა საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე. და უნებრივია ამ ჯგუფში შევა როგორც ქართული ოცნების, ასევე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობა პასუხისმგებლობას, რომელიც მას ჯერ კიდევ აკისრია კონსტიტუციით, ვერაფრით ვერ გაექცევა. ძინა ივანიშვილი შეხვედრა ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებთან ქართული ოცნების ლიდერმა ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ჯონ ბარსტონი, პოლკოვნიკი ჯეიმს ომეარა, ევროპაში შეერთებული შტატების საზღვაო ძალების უფროსის მოადრილე პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი მიიღო შეხვედრას ამერიკის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და თავდაცვის ატაშე ესწრებოდნენ. ამერიკელმა გენერლებმა ბიძინა ივანიშვილს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობას. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, შეერთებულ შტატებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს შეერაღებული ძალების ფორმირებასა და ნატოს სტანდარტებთან მიახლოებაში. I am here as the commander of the როგორც ამერიკის შეიარაღებული ძალების მეთაური ევროპაში და ამასთანავე ვარ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წარმომადგენელი საქართველოში. საქართველო იყო და არის ძალზედ საიმედო და ძვირფასი პარტნიორი ამერიკისათვის მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ძალიან მჭიდრო კავშირი გვქონდა და ვმუშაობდით ერთად ავღანეთში. ერთიანი მუშაობით ვცდილობდით განგვევითარებინა ისიო ხელმძღვანელობა და ოფიცრის კვალიფიკაცია. მუშაობდით იმისათვის, რომ არ გვემაღლებინა უსაფრთხოების თანამშრომლობა. ასე რომ ჩვენ ვაფასებთ ორმხრივ ურთიერთობას საქართველოს. ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ მივულოცოთ ბატონ ივანიშვილის გამარჯვება და ვუსურვებთ, რომ ძალა უფლება გადაიბაროს უმქმნელობა. აქ იმისათვის ვართ, რომ გავუხადოთ ამერიკის თანადგომა საქართველოს მიმართ. ჩვენ მოუთმელად ველოდებით, რომ ამოკლე დროში აღგება ჩვენი სამუშაო ურთიერთობა ავღანეთში და აგრეთვე გავაგრძელებთ ჩვენს თანამშრომლობას მომავალში. ეს ქონდა პირველად საშუალება, რომ სამხედროებთან პირველი შეხვედრა ქონდა ამერიკელებთან, რომლებმაც უდიდესი დახმარება გაუწიეს ქართულ ჯარს ჩამოყალიბებაში, გადაწყობაში, ნატო სტანდარტებზე. და მეც მქონდა ინფორმაცია და ძალიან გამეხარდა, რომ ქართველებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნატოს შენერთებში, ამერიკელებთან ერთად ძალიან ხშირად რთულ პოზიციებზე ერთად მოიხსენებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი პარტნიორობა ავღანისტანში და ესეთ ხელწერტილებში, რომ ესეთ საინტერესო სახელმწიფოებთან ერთად და პირველ რიგში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ვახერხებთ და უმცროსი მეგობრის რეალურ როლს ვასრულებთ და მომავალშიც ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ეს თანამშრომლობას. დღესვე ივანიშვილი ნატოს სამოუკავშირო ოფისის ხელმძღვანელ ვილიამ ლაჰიუს შეხვდა. მან ქართული ოცნების ლიდერს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ჩვენ დარწმუნებული ვართ ივანიშვილის რიტმებში რეფორმებსა და ახალი მთავრობის ჩამოყალიბების ისტორიაში, აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნატოს სამოუკავშირო ოფისის ხელმძღვანელმა. თავის მხრივ ივანიშვილი ვილიამ ლაჰიუს დააპირდა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება სწრაფი ტემპით წაიწევს წინ, რაც ნატოში საქართველოს ინტეგრაციას კიდევ უფრო დააჩქარებს. მე კიდევ ვახსენებ საქართველოს მოსახლეობას, რომ ნატო გახლავთ სამხედრო პოლიტიკური სტრუქტურა და მარტო სამხედროები არ არის საკმარისი სამხედრო მოწოდება. ამ ხრივაც ჩვენ საუბარი გქონდა საინტერესო და იქ რაც არის პრობლემები, ახაც განვითარდებით დემოკრატიული ინსტიტუტების შენებობას, რაც აუცილებელია, ჩვენ ძალიან სწრაფად წავცეთ წინ და მე მგონი, რომ ჩვენ რეალურად მოვახერხებთ და არა ფასადურად, რასაც საუბრობდა
ჩვენი ხელისუფლება, რომ რეალურად ძალიან სწრაფად შეიძლება ჩვენ გავხდეთ ნატოს წევრი ქვეყანა. Between the NATO liaison office and Mr. Ivanishvili. ეს ჩვენი პირველი ოფიციალური შეხვედრაა ბატონი ივანიშვილის ოფისში. ამ შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ ნატოსა და საქართველოს ურთიერთობა. ჩვენ ძალზედ მოხარულები ვართ, რომ გავიგეთ ბატონი ივანიშვილისგან ის, რომ მან აღნიშნა ნატოს ღირებულებები და ის რეფორმები, რომლებსაც საქართველოს თავის თავზე აიღებს ნატოს წევრობისათვის. ეს პროცესი ძალზედ მნიშვნელოვანია. ჩვენ დაგვარწმუნა ბატონმა ივანიშვილმა, რომ ის მხარს უჭერს ამ პროცესის გაგრძელებას და საქართველოს ნატოში საბოლოო გაწევრიანებას. This process is extremely ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგების დათვლა დაასრულა. ხმების დათვლის წინასწარი შედეგებით კოალიცია ქართული ოცნება 54.85%-ით ლიდერობს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კი 40.53% აქვს დათვლილი ყველა 3766 უბნის, მათ შორის 70 სპეცუბნის მონაცემები. ამ დროისათვის მიმდინარეობს საჩივრების განხილვა, თუმცა საბოლოო შედეგებზე ეს მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს. საქართველოს მასშტაბით გაუქმებულია 8 უბნის, კერძოდ საგარეჯოს, მარნეულის, თეთრიწყაროს, კასპის, გორის, ახალციხის, მარტვილისა და ხულოს თითო უბნის მონაცემები, რაც შეეხება ხაშურის 2 უბანზე მომხდარ ინციდენტებს, საქმე პროკურატურაშია გადაგზავნილი. დღევანდელი მონაცემები ასეთია. ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება, მიღებული ხმების რაოდენობა 1.184.588, რაც შეადგენს საერთო რაოდენობის 54.9%. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მეტი სარგებელი ხალხს. მიღებული ხმების რაოდენობა 872.326, რაც შეადგენს საერთო რაოდენობის 40.4%. დანარჩენი საარჩევნო სუბიექტების შედეგები მნიშვნელოვნად ჩამორჩება 5%-იან მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა დადებითად შეაფასეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. მთლიანობაში საარჩევნო ადმინისტრაციას მაღალი ნდობა ჰქონდა და იგი არჩევნების მზადების პროცესს პროფესიონალურად წარუძღვა. Ჩვენ ბრუნდებით ღია ეთერში. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საქმე მოიგო. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე კაკაბაძე, ჩხარტიშვილი, ჯიშკარიანი, რთველიშვილი და დალათიშვილი საქართველოს წინააღმდეგ. თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება და დასაჩივრების უფლება სისხლის სამართლის საქმეებზე. ეს არის სახელმწიფოს დანაშაული. ევროპული სასამართლო თვლის, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება 5-ვე მათგანის 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებით აშკარად გადამეტებული სასჯელი იყო. ევროპულმა სასამართლომ თითოეულს მიაკუთვნა კომპენსაცია 6000 ევროს ოდენობით. სახელმწიფოს კი დააკისრა საქმეზე დაწეული სამართლებრივი და სხვა ადმინისტრაციული ხარჯებისთვის 5947 ევროს გადახდა. ჩვენ ვიცით, რომ ადმინისტრაციული პატიმრობა ზოგადად წარმოადგენს პრობლემას. ის ფორმა, რა ფორმაც იქნა გამოყენებული, იყო სრულად მიუღებელი, იმიტომ რომ ამჯერად არანაირად არ იყო უზრუნველყოფილი თვითონ იმ დაკავებული პირების ინტერესების დაცვა, მათი დაცვის უფლება, მხოლოდ მანდატურების განცხადების საფუძველზე იქნა გადაწყვეტილება მიღებული და ერთი თვემდე თავისუფლება აღეკვეთათ პირებს. ზოგადად ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ითამაშებს რაღაც გადამწყვეტ როლს ზოგადად პრაქტიკის და მიდგომის შეცვლაში. ადმინისტრაციული დაპატიმრებები საქართველოში მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში მიზნად ისახავდა ხშირ შემთხვევაში პოლიტიკურ დევნას პირებისა. სწორედ ასეთი პირველი შემთხვევა იყო, შეიძლება ითქვას, ჩვენი დაპატიმრება 2006 წელს, როდესაც ვითხოვდით სანდრო გირგვლიანის კვლევის დაჯასა და ამასთანავე შალვა რამიშვილის სასამართლო პროცესის ობიექტურად წარმართვას და შესაბამისად პირველი გაწყვეტილებაც გამოვიდა ამ საკითხთან მიმართებაში, რომელიც პრეზიდენტული მნიშვნელობის არის და დარწმუნებულია გავრცელდება ყველა სხვა ადმინისტრაციულ დაპატიმრებასთან მიმართებაში, იმიტომ რომ სწორედ ამის შემდგომ გახდა ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკური დევნის განუყოფელი ნაწილი ადამიანების დაპატიმრება, საიმისოდ რომ ისინი ჩამოეშორებინათ პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესებიდან. კიდევ ერთი გარდაცვლილი პატიმარი მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში დღეს დილით სავარაუდო სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. სასჯელ აღსრულების სამინისტროს ინფორმაციით 42 წლის ბრალდებული საპირფარეშოში ჩამომხჭვალი იპოვეს. ის რამდენიმე დღის წინ 26 სექტემბერს ფსიქიატრიულ განყოფილებაში მოათავსეს. მსჯავრდებული სასჯელს იხდიდა სისხლის სამართლის კოდექსის 151 მუხლით რათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო. გარდაცვლილის ოჯახს უკვე შეატყობინეს მომხდარის შესახებ დაწყებულია გამოძიება.
1 წლის წინ მომხდარი რამოუძიებელი მკვლელობის დეტალები 23 წლის ირაკლი ფარულოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მკვლელობის დღიდან დაუჩინარდა და ამ დრომდე იმალება. შემთხვევა სენატში დასული წლის 30 აგვისტოს მოხდა. როგორც გარდაცვლილის დედა ესმა ფარულოვა ამბობს, მან საქმის დამოსაძიებლად როგორც ზუგდიდის, ისე თბილისის პროკურატურას მიმართა, მაგრამ ეჭვმიტანილის მიმართ არანაირი სისხლის სამართლის საქმე არ აღსრულა.